2023 წელს ბატონო ირაკლი ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დააყენა ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. გახსოვთ მაშინ თქვენი ცინიკური დამოკიდებულება ჩვენი ინიციატივის მიმართ, მაშინ როდესაც გეუბნებოდით, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალურ დანაშაულს ხელს აფარებდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. მაშინ თქვენი დამოკიდებულება იყო ზერელე. და დღეს თქვენ ამაზე პასუხისმგებლობას იღებთ როგორც მართველი პარტიის თავმჯდომარე და გადაწყვეტილების მიღები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი საქართველოს პარლამენტში. თქვენ ჩააგდეთ ეს ინიციატივა და 3 წელი მიეცით შესაძლებლობა გრიგოლ ლილუაშვილს ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაეზიანებინა და თურქი ვიღაც ინვესტორისგან ერთი წარმოგიდგენთ უსაფრთხოების სისტემა როგორი გახრეტილია, როდესაც თურქი ბიზნესმენისგან იღებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 1 მილიონის ქრთამს. ამას რო თავი დავანებოთ. ბატონო ირაკლი, თქვენ გეუბნებოდით ასევე, რომ აც უკვე შეერთებული შტატების მიერ FSB-სთან თანამშრომლობის ბრალდებით ბატონი ფარცხალაძე ასევე დაკავშირებული იყო კოლ-ცენტრებთან, მაგრამ თქვენ მათ შორის ხმა არ ამოგიღიათ მაშინ და პირდაპირ ფორმით მონაწილეობდით ამ პროცესში, როდესაც მას შესაძლო დანაშაულებრივი აქტივებზე წვდომა მიეცით, როდესაც რუსული ბრძანება ფაქტობრივად გამოეცით ეროვნული ბანკის მხრიდან, თუმცა თურნავას პასუხისმგებლობაზე აქ საერთოდ არ საუბრობთ. თქვენ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებთ და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ყველაფერს ეს რო გადავდოთ. შეერთებული შტატების მიერ კორუფციისთვის არის სანქცირებული სასამართლო გავლენის ჯგუფის წევრები, მურუსიძე, ჩინჩალაძე, სხვა ადამიანები, რომლებიც ძალიან სისტემურ პრობლემას წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დროს, რომელიც შეიფარეს ამ ხელისუფლების დროს აღაზევეს სასამართლო სისტემაში. ეს ადამიანები კორუფციისთვის არიან სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან. აი ეს ყველაფერი გვერდზე არის გადადებული. ეხლა გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, მარნეულში სადღაც დაიჭრეს ადამიანი და ყველანი კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ბატონო ირაკლი, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, თქვენც ზუსტად ამ მანკერის სისტემის ისეთივე ინსტრუმენტი ხართ, როგორც იყვნენ თქვენი წინამორბედები. ბატონი ხარიბაშვილი, ბატონი ლილუაშვილი. აი ამ ტელეკომპანიაშიც რო ვზივარ ახლა, იცით პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება რა არის, ბატონო რეზი? როდესაც თქვენი ტელეკომპანია წლიდან წლამდე მუშაობს ზარალით. და ფაქტობრივად მაგალითად 14 მილიონის შემოსავალი მიიღეთ 2024 წელს და 26 მილიონის ლარის მარტო ხელფასები გაეცით. და დავალიანება სახელმწიფოს წინაშე გაქვთ რამდენიმე მილიონის. და როდესაც ადამიანები 5000 ლარიანი ჯარიმის გამო იხრჩობიან, ცრემლებით იხრჩობიან, მათ შორის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ვერ ახერხებენ ამის გადახდას და ყადაღების ქვეშ არიან, თქვენი ტელეკომპანია რატომღაც ფუნქციონირებას აგრძელებს. და აგრძელებს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო თქვენ არაფერს არ გთხოვთ. მაგრამ ესეც კარგი იქნებოდა მათ შორის თუ გავითვალისწინებდით იმას, რომ ყველასთვის თანაბარი პირობები იქნებოდა. საინფორმაციო სააგენტოები იხრჩობიან, რეგიონული მედია იხრჩობა, იმიტომ რომ წვდომა არ აქვს, დონაციასთან, ფულთან არ აქვს წვდომა და ამ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ყველამ კარგად იცის ამ ქვეყანაში. საიდან ფინანსდება კონკრეტულად თქვენი ტელეკომპანია. ჯორჯიან მანგანის იმის ფული არ აქვს, რომ 2000 მუშას გადაუხადოს და გაათავისუფლოს სამსახურებიდან. მათ შორის ბატონო ირაკლი თხოვნა გადმომცეს და მინდა რომ გადმოგცეთ თქვენ შეხვედრა და დებატები უნდათ ამ ადამიანებს. თქვენთან და იმედია პასუხს დააბრუნეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ აქვს იმის ფული, რომ თქვენს ყოფილ დირექტორს მაგალითად 9 მილიონი გადაუხადოს ერთ წელიწადში ხელფასი. ეს არის პოლიტიკური კორუფცია ბატონო რეზი.